Ჩვენ მიხართ. ზედამხედველობის სამსახურის უპროსტო. მე არ ვიცი თქვენ. არ მაგიხა ის ბეჭი და არ გაგდა მე რა ვქნა. მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნის. გაჩვენებს მიცნო. არ მიცნო მოვბრძანდი ჩემთან და გაჩვენებს ბრძანებას რატო უნდა მოვბრძანდი? რა ვალდებულება შენ მოვბრძანდი ჩემთან? რავალდებულება გაქვთ და გაქვთ პირდაპირ ვალდებულება გეუბნები. რანაირად მაგ მოქალაქე ხარ, აქ რამდენიმე ბავშვთან ერთად შეინო ქუჩაში. სახელები და მაჩერებდა, რატო გაი რავალდებული ვარ გითხრათ სახელი და გვარები როცა არ ვიცი ვინ ხარ. არ გეშინიათ. არ გეშინია, მაგრამ რატო უნდა შემაფერხოთ? რა ის მეშინია? ხო ვინმე ხوارგაში მაინტერესებს სახელი და გვარი ვინ რატო გაინტერესებს, რატო უნდა დავაინტერესებს, რატო უნდა გითხრათ როცა არ ვიცით ვინ ხარ. როგორ გეკადრება მეგობარო? კი. როგორ გეკადრება? აქციელი დამტკიცებთ ირონიას. მეგობარო, ჩვენ აი ესეც არ შეიძლება. შენი ჭირიმე. საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლი არის დარღვეული საარჩევნო სტენდებით თანავარ უფლებით სარგებლობის წესი არის დარღვეული. ანუ ფაქტობრივად ეს სტენდები გამოყოფილი ამისთვის რომ 26-ე თუ 28 სუბიექტია ზუსტად არ ვიცი 28 სუბიექტისთვის რომ თანაბარი ადგილი იყოს განთავსებული ინფორმაციის გამოკვლისათვის ამ წარმომადგენლებმა კიდევ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კიდევ სრულად აითვისეს მთელი სტენდი. შესაბამისად არ დაუტოვეს სხვა სუბიექტებს იმისთვის ადგილი რომ მათ გამოაკრან საინფორმაციო ან სარეკლამო ბანერები თავისი ორგანიზაციის. სანქცია ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირისათვის ითვალისწინებს მე-80 მუხლის შესაბამისად 1000 ლარით დაჯარიმებას და განმეორებით შემთხვევაში 2000 ლარით დაჯარიმებას. სასამართლო აკისრებს ამ ჯარიმას, ჩვენ უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებთ, ვაგზავნით სასამართლოში და შემდგომ სასამართლო განიხილავს ამ საკითხს და თუ ჩათვლის მიზან შეწონილად რომ დაჯარიმდებიან. თუ არ ჩათვლის მიზან შეწონილად არ დაჯარიმდებიან. ამ მომენტში როცა აკრავდნენ ბიჭები ამ ბანერებს, ჩვენი ხვალინდელი აქციის ბანერებს, საინფორმაციო ბანერებს, აღნიშნულ ადგილებზე, რომელიც მიგვითითა მერიამ და მეტი მითითება არ მოსულა მათგან, ჩვენ ზუსტად იმ ადგილებში გავაკარით, არანაირი სხვა ადგილები არ გამოვიყენეთ ამ ბანერებისთვის, ხოლო მომენტალურად იმ წამებში, როცა ჩვენ ვაკრავდით, ზუსტად მაშინ მოვიდა ზედამხედველობის სამსახური. მაშინ, როდესაც მე მილიონობით კანონდარღვევა მაქვს მათთვის მითითებული, მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და არც ბანერი აქვთ გაკრული მშენებლობაზე და ათასობით კანონდარღვევა აქვთ ამ კონკრეტულ მშენებლობებზე რა. ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი არ იყო, ჩვენ მიგვეთითა ზუსტი ადგილები, ანუ ისიც მიმდებარე ტერიტორიები და ხვდებოდით, რომ ეს ბანერებზე იყო საუბარი, ისიც ჩვენი აზრიდან გამომდინარე, რომ აქ იყო მითითებული, რომ პოსტის მიმდებარე ტერიტორია და უბრალოდ მივხვდით, რომ ეს საერთოდ ეს ბანერიც არ ვიცოდით, რომ არსებობდა, მოვედით, ვნახეთ, რომ ბანერი იდგა და მივხვდით, რომ ეს სპეციალურად გამოყოფილი ბანერი იყო რა. პოლიტიკური ნიშნით მოვიდან ესენ და პოლიტიკური ნიშნით გვაჯარიმებენ. პირადად არ გვაგფრთხილეს, არ მიგვითითეს რა ადგილი გვეკუთვნოდა ამ ბანერებზე. ნამდვილად არ ვთვლით კოალიციის წარმომადგენლები ამას სამართალ დარღვევად, იმიტომ რომ ჩვენ კანონის მიხედვით, სადაც მოცემული გვქონდა, სად შეიძლებოდა პროკლამაციების გაკვრა, აი იქ ვაკრავდით მხოლოდ და მხოლოდ და ფეხით მოსეირნე, ბავშვთან მოსეირნე პიროვნება ვინმე თუთბერიძემ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ვარო ამბობს, მაგრამ მას არაფერი არ წარუდგენია. განაცხადა, რომ ეს იყო კანონდარღვევა. ეს არის მტკნარი სიცრუე ხალხო, ჩვენ აბსოლუტურად თამამად ვაცხადებ. არაფერს ჩვენი ახალგაზრდები კოალიციის არც ერთი წარმომადგენელი კანონის დარღვევით არ მოქმედებთ. ბატონმა ბესომ წარადგინა მხოლოდ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რაც მეც მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა ვიღაცები ქუჩაში გავაჩერო და მათ მოთხოვო რაიმე ინფორმაციის მოწოდება. პირადობის მოწმობა ნიშნავს იმას, რომ მე გავიგე ამ ადამიანის სახელი და გვარი. სხვა დოკუმენტაცია მისი სტატუსის, მისი სამსახურის თვალსაჩინოდ არ წარმოუდგენია და უბრალოდ ესე ხელს უშლიდა ახალგაზრდებს და მათ რაღაც ინფორმაციებს თხოვდა. ჩემთვის და ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს არის მერიის მხრიდან ხელის შეშლა, მაგრამ არ ვაპირებთ სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა უცნობმა პიროვნებებმა ხელი შეუშალონ, ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის. ხვალინდელი ღონისძიება ჩატარდება იმდენად მასშტაბური, იმდენად დიდი, რომ გასაოცრება იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც გულის ტკივა ხვალინდელი აქციის გამო.